საღამომშვიდობისა ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავინ სხვა. როგორ მოქმედებს Deep State-ის პროპაგანდა საქართველოში სქემა შეერთებული შტატების მაგალითზე გაიშიფრა. კოჭებიდან 31 აგვისტოს დედლაინამდე ოპოზიცია კვლავ ხავს მოჭიდებას განაგრძობს. დააბრალე რაც გინდა მთავარია ბრალდება აგენტურამ ხშირად გაიმეოროს. ასეთია მეთოდი, რომელსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართავს Deep State და ასრულებენ რადიკალები საქართველოში. ამ გებელსისეული პროპაგანდის საილუსტრაციოდ უმრავლესობის ლიდერმა საზოგადოებას ოპოზიციის სხვადასხვა პერიოდის იდენტური განცხადებები შეახსენა. სქემის არსი სიტყვა რუსულის გამოყენება, რაც აგენტურის სამარკო ნიშანი გახდა. რადიკალებს მისი თქმა რომ აუკრძალონ ფუნქციასაც დაკარგავენო დაწერა მამუკა მდინარაძემ. ანალოგიური ტაქტიკით ოპონენტების დისკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ლეპენი საფრანგეთში, ჯორჯესკუ რუმინეთში, ორბანი უნგრეთში, ოპოზიციური ძალები მოლდოვაში, ყველა შემთხვევაში Deep State-ის აპრობირებული ხელწერა არასასურველი პოლიტიკოსისთვის პრორუსის იარლიყის მიწებება აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ინსტრუმენტად გამოყენებულია მედია, NGO-ები და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ასევე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და ეს ის პროცესია, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ Deep State-ის გამოაშკარავების გამო მადლობას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი იმსახურებს. სწორედ ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ინფორმაცია გაყალბებული იყო. ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებას ობამას ადმინისტრაცია აწყობდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორი ამბობს, რომ მომავალ კვირას გრიპ საიდუმლოს მოხსის დოკუმენტაციას, რომელიც Deep State-ის მოქმედების სქემას ამხელს. ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი. ხელისუფლების კაფიო პასუხი მუხარაზე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გაყოფილი პოზიციები კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვას, რატომ გვემუქრება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით ევრობიუროკრატია. ბოლო შეხვედრის კულუარები რიკარდ იოზვიაკმა გამოიტანა, 8 სახელმწიფომ იტალიის მეთაურობით დააფიქსირა, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა არაპროპორციული ზომა იქნება და ეს მათთვის მიუღებელია. კიდევ ერთი ბუნდოვანი თემაა თარიღი. საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილში დედლაინი მითითებული არაა, თუმცა მოგვიანებით ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად 31 აგვისტო დასახელდა. არანაირი 31:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად. ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც ფაქტობრივად მისცეს საკვები ოპოზიციას, ასე განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე დედლაინთან დაკავშირებულ ბუნდოვანებას. იოზვიაკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ წერილის ადრეულ ვერსიაში თარიღი არ ყოფილა მითითებული და მიუხედავად გახმაურებული დედლაინისა, ევროპელ მინისტრებს თუ კი მათ შეხვედრების განეგს გავითვალისწინებთ, პირველი ოფიციალური შეხვედრა 20 ოქტომბერს უწევთ, ამიტომ ევროკავშირის საერთოდ თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ან ოქტომბრის, ან დეკემბრის ბოლოს იქნება. ანტიკორუფციული კანონმდებლობის სკანდალი უკრაინაში და Deep State-ის მოქმედების სქემა ზელენსკის გუნდის გადაწყვეტილებაზე უცხოელების მწვავე რეაქცია ქართულ ოცნებას გარედან თავსმოხვეული მართვის პრაქტიკაზე მსჯელობის საშუალებას აძლევს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას. ეს არის მაგალითი Deep State-ის მიერ მართვაში ხელის ფათურის, რის მცდელობასაც ვაკვირდებით ბოლო წლების საქართველოში. შალვა პაპუაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდის გადაბარგებას იხსენებს და მიიჩნევს, რომ მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო კიევისთვის საქმეში გამოცდილი თვალყურის დევნებლების მისაჩენად. გენერალური პროკურატურისთვის ანტიკორუფციული ბიუროს დაქვემდებარებაში ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულია ბრიუსელი. მაღალჩინოსნები აკეთებენ განცხადებას, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კიევის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინის ევროინტეგრაცია შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რომ ქვეყნის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. დღევანდელი მოცემულობით ერთი შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო აქამდე გმირად შერაცხული ზელენსკი ორკესტრირებული კრიტიკის სამიზნეა, მის წინააღმდეგ დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციებიც დაიწყო. მიმოვიხილოთ სხვა საკითხებიც, გოჭებთან, როგორც ანადოლიძემ უწოდა, ქაოსია. ხვალ შესაძლოა არჩევნებში გამსვლელებს კიდევ ერთი ანას პარტია შეუერთდეს. უკვე დაბულინგებული მონაწილეები კი ბოიკოტს ასე აღწერენ. ბოიკოტი მკვდარი თემაა, მკვდარი სტრატეგია, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოს ჩვენს კოლეგებს. განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, რაზეც განაწყენებული თამარ ჩერგოლეიშვილის მოსალოდნელი რისხვა დაატყდა თავს. კუპრაძეს არ არაობა ეძახა, ხაზარაძეს კი ოლიგარქი. ყველასგან დავიწყებულმა ვაშაძემ
რადიკალთა ეპისტოლე გამოაქვეყნა მრავალკომპონენტიანი სამოქმედო გეგმა ყველას გაერთიანებას ისევ ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ითვალისწინებს. ამ კვირაში ასევე გაირკვა რა ღირს საქართველოს სიყვარული. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ნაცმოძრაობა ლობისტურ ნელსონ მალინს 6 თვეში $360,000 უხდის. ღია წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ თავის მხრივ კომპანია მალინს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯო უილსონის კამპანიისთვის ჯამში $87,500 აქვს დახარჯული ბოლო 10 წლეულში. ამბავი საჯარო ამერიკული ფარას მეშვეობით გახდა, რომლის ქართული ანალოგის წინააღმდეგ ბატონ უილსონს ათობით ტვიტი აქვს გამოქვეყნებული.